დღეს გესაუბრებით ჰიდროსაიზოლაციო მემბრანაზე. ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა მნიშვნელოვანია შენობამ შეინარჩუნოს სიმყარე და არ მივიღოს წყლისგან ისეთი ტიპის დაზიანებები, როგორიცაა შენობის სტრუქტურის შენარჩუნების რღვევა, ჩამორეცხვა, ობის ან სოკოს გავრცელება, საბოლოოდ კი შენობის ამორტიზირება. არსებობს ჰიდროსაიზოლაციო მემბრანის სახეები. პოლონური მემბრანა, რომელიც წებოვანი გადაბმით ქმნის ერთიან ჰიდროსაიზოლაციო ჯაჭვს, ასასმელი მემბრანა, რომელიც გამოიყენება თხევადის სახით, წასმის შედეგად ქმნის ერთიან ჰიდროსაიზოლაციო ჯაჭვს. მემბრანის მთავარი დანიშნულება წყლისგან შექმნილი პრობლემების თავიდან არიდება. ვინარჩუნებთ ენერგოეფექტურობას, ვინარჩუნებთ თბოიზოლაციას, ვინარჩუნებთ სისუფთავეს და საბოლოო ჯამში შენობის საექსპლუატაციო პერიოდის ზრდას. მოგეხსენებათ, საძირკველი ძირითადი ნაწილია შენობის მდგრადობის, შესაბამისად, მიწისქვეშა წყლები ან თუნდაც წვიმის წყლის ადინებით შესაძლოა გამოიწვიოთ შენობანაგებობის ჩამორეცხვა, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემას შეექმნის შენობის მდგრადობას. დეტალებთან დაკავშირებით კი უნდა აკრიფოთ 2-60-20-60 და ჩვენი წარმომადგენელი დეტალურად აგიხსნით ჰიდროსაიზოლაციო მასალების შესახებ, რამდენიმე კატეგორიას, მოგაწვით ფასებს და ასევე შემოგთავაზებთ ადგილზე მოტანის სერვისს.